ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. დაგიბრუნდით ძველი რადიო მიშა და ნინო დიტოსთან ერთად სპორტული ამბები ღემშვიდობის ნინო დაგიბრუნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რაც ამ გუმატებს ზალას და ამაღლებას პირიქით განწყობას დიდი მადლობა და გადავწყვეტ ხე საზოგადოებას ხო და რაც შეეხება ახლა ამ ჩვენ ბოლო ბლოგს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ამბებით და მოდი ძირფას დროს გავუხდეთ ხომ მიშა და დავიწყოთ არა შოთა ჩოჩიშვილი ჩოჩი გენიოსი ჩოჩი რამდენი წელი შესრულდებოდა 75 მხოლოდ 75 რა გავუსრემონდეთ ახალგაზრდა კი არა სულ პატარა ბიჭი ფაქტიურად 59 წლის ასაკში დიაგნოზი, აი უკურნებელი რა სისხლის კიბო რა, მას უწოდებთ იქ აი ესე. დავიწყოთ იმით რომ რატომღაც იცი რა წყაროები სწორად მიუთითებენ, მაგრამ ესე ხალხში ყურს მოკრავ ხოლმე რომ გორელი და არ იყო გორელი. ხო მეც ესე არა ქარელიდან იყო კაცო, ღლევი და აქვე სხვათა შორის მერე უკვე ეს კარიერის შემდეგ ხდება ამავე სოფლის საყდარი აღადგინა თვითონ სრულად რომელიც მან თვითონ კი არ მიიწერია ასევე როგორც მთელი სოფლის სახელი და უშუალოდ საყდრის ღვთისმშობლის ბაზილიკა მოახატინა და იქ მერე იქ რაღაცა დიდებული წარწერა გააკეთა ძალიან თბილი ისე დავდაბალი საოცარ ნუ არ ვიცი რაღაც ფენომენალური არანორმალური ნიჭის ვინ აღმოაჩინა ესე ხო თავისი ქართლება შიდა ქართლის ძიუდოს პაპა წოდებულ გურამ პაპიტაშვილის აღზრდილია ხო ნუ ისეთი მომენტი ეხა ნუ რაც გენიოსი იყო შიდა ქართლში ბუნებრივია გურამ პაპიტაშვილს ვერ გასდებოდა ნუ აქ თვითონ უშუალოდ ჩოჩის ძიუდოისტთა ჩამოყალიბებაში ცხონებულ ძიუდოს პაპას უდიდესი წვლილი მიუძღვის გარკვეულწილად დაფასდა შეიძლება ითქვას რომ იმიტომ რომ ჩოჩის სახელობის და ჩოჩის ხშირად ხმარობ ასე უწოდებდნენ ახლობლები მეგობრები ის სამყარო და ასე რომ არ გეხამუშოთ თქვენ და არა იმიტომ რომ ის მის სახელობის ძიუდოს აკადემია თბილისში, გორში მისი სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა, ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ჩემპიონატიც ჩოჩის სახელს ატარებს და ერთი საინტერესო რა ხა ამის გადამოწმება ნამდვილად ვერ შევძელი, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ 89-ში, როცა ტოკიოში ინოკი დაამარცხა და დაამარცხა ეს თავისი ულამაზესი ქართული ბრუნით და ეს იყო მათთვის ტრაგედია 54,000 კაცი ესწრებოდა ბილეთის ღირებულება საშუალოდ იყო $500 და იმ ხანაც წარმოგიდგენია 99-ში $500 ეს ხალხს ერთი წლის ხელფასი ჰქონდა რამის რა ხდებოდა გავრცელდა ასეთი ინფორმაცია რომ უშუალოდ ამ ორთაბრძოლის შემდეგ წლის ბოლომდე იაპონიაში დაბადებულ 7,000-ზე მეტ ბავშვს დაარქვეს შოთა. არა, შოთა არ არის ქართული იაპონელებს აქვთ ეს სახელი. მე გადავამოწმე მე-16 საუკუნიდან მოდის, იმიტომ რომ ერთმა მე მოგვიანებით ერთმა შეიფერა კიდე რომ ხო აი სუფრაზე რომ აი თქვენ საპატივცემულოთო არ ქმედენ ეხლა მთად ესე არ იყო. არა, ჩოჩიზე არ არის, სხვაზეა საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც არნახული რაოდენობა დაფიქსირდა მაინც და მაინც ამ ორთაბრძოლიდან წლის ბოლომდე. დარქმეული ბავშვებს ეხა რამდენად ისინი რაღაც სადღაც სიმართლის მარცვალი ამაში იქნება. ეხა ვერ ვიტყვი ულამაზესი ყველა ჩოჩის საცემო დარქმევდა, მაგრამ რაღაც იყო, იმიტომ რომ გაოგნა და ის. მოდი დავიწყოთ იმით, რომ საოცარი რაღაც, იცი? და მიუნხენის ამბავი აი მიუნხენამდე მინდა მიშა საოცარი რაღაც თქვა, რომ ის არ და ვერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ისეთი არა ნორმალური კონკურენცია იყო. ფაქტიურად სოფლიო ჩემპიონატს ვერ ვიტყვი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატს აღემატებოდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეთა სიძლიერე და ის, ნუ ჩოჩი ხო თან გამოდიოდა მძიმე წონაში. ეს იყო დღესაც რჩება ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობის წონად, ეს არაოფიციალურად. მიკროტრავმა ქონდა, აქ დიდი ჟაბაასი მიდიოდა მსვლელებში ჯერ მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე. ნუ სულ ერთი მონაწილე უნდა ქონოდა წონაში, ხო? აქ თქვათ არ რაღაც მიკროტრავმის გამო ხსნიდნენ და საოცარი რაღაც მოხდა, ხო? იქაც შეიძლებოდა რაღაც იშვიათი გამონაკლისის საყიდო ვიღაცა ღვთისმიერი ადამიანი გამოჩენილიყო და ამ შემთხვევაში საუბარია სტას ივანოვზე. სტასი იყო არა ძიუდოს, არამედ
საბჭოთა კავშირის სამბისთან აკრებისწრებლი და აი მისი დაჟინებული მოთხოვნით მოხდა და აქ საქმეში ისიც შეიძლება აღნიშნოთ, საერთოდ არ მიყვარს ხოლმე იმ ადამიანის ხსენება, იმიტომ რომ მიშა მესხი გააგდო ფეხბურთიდან და ეს ჩემთვის ტრაგედიაზე დიდია, მაგრამ ამ საქმეში ჩაერია მაშინდელი ქართული სპორტის თავკაცი თითო ჩაერია და აი მისი ძალის ხმებით იქ სტასმა უდიდესი როლი ითამაშა ივანოვმა ჩოჩი მოხდა მიუნხენის ოლიმპიადაზე, სადაც აი მეორე წრეში ესე იგი მთავარი ფავორიტი ეს სასახარა ეს იაპონელთა ჯილა გაისროლა რა და ეს იყო იაპონელების დასამარების დასაწყისი. აღნიშნოთ რომ 76-ში მონრეალის ოლიმპიადაზე უკვე აბსოლუტურში. ხო, ეხა აქ ერთი რაღაც. კარგი ხანია ეს წონა გაუფრდა. დღეს სულ 7 წონაა ძიუდოში და 7 თიფარგლება მაშინ ოლიმპიადებზე იყო დაშვებული მერვე წონა აბსოლუტური. იქ უკვე ნებისმიერ წონის მქონე რა, პირობითად ამ 60 კილოგრამ შეეძლო ეხტო სურვილი გონდა გასულიყავი და 200 კილოსთან გეჭიდე. ნუ აბსურდი, მაგრამ ნუ მაინც აბსოლუტური. აი უკვე მონრეალში ნახევარფინალამდე მივიდა და უემურა შეხვდა იაპონელს. იყო ბრძოლა აბსოლუტურად თანაბარი, ეხლა ეგ მე სპეციალისტი არა ვარ და ვერ ვიტყვი, არც ამის კადრები არა მაქვს. ნუ აბსოლუტურად თანაბარ ორთა ბრძოლაში საქმე მივიდა ეგრეთ წოდებულ ჰანტეიმდე. მაშინ იყო ჰანტეი, რომ თუ ორთა ბრძოლა სრულდებოდა ფრედ ეს ეგრეთ წოდებული golden score, ანუ დღეს არსებული დამატებითი დრო არ ინიშნებოდა და უკვე მთავარი და გვერდითი მსაჯების საერთო გადაწყვეტილება მათემატიკური პრინციპით, ესე იგი თქვა 3-0 ან 2-1 ვირამდე საწევდა და აუწიეს იაპონელს და ჩოჩიმ აიღო ბრინჯაოს медаლი. გარდა ამისა არის მსოფლიოს ბრინჯაოს медаლოსანი ევროპირველობაზე 4 პოდიუმი და აშკარად არ გაუმართლა, იმიტომ რომ ორჯერ განსაკუთრებით ახლოს იყო ტიტულთან და 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს медаლი. მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ჩამონათვალი იმასთან დაკავშირებით არაფერი არ არის, ის სტილი სილამაზე, აი ესთეტიკა, რაც აი საერთოდ გავიწყებდა უშუალოდ ტურნირის სპორტულ მხარეს. უბრალოდ ტკბებოდი რა, აი ამ დევგმირით ტკბებოდი და აი ჯერ მისი გამოსვლა, შესვლა ტატამზე თვითონ ტატამის გარდა ქართული მჭიდაობის განვითარებაში ძალიან დიდ პატივს ემდა. ორგზის საქართველოს პალავანი იყო ჩემბატონი. იქნებოდა რა თქმა უნდა. არა, უყვარდა თვითონ და ძალიან აი სულით ხორცამდე რა შეპრობილი გაუსრებ მოვლენებს დღეს ერთი ჩვენი რაღაცა მეზობელი ის რო აქვთ ხოლმე თავისი რაღაც სხვა იმად მოიხსენიებენ ერთი რა არის თუ მაგარი ბიჭები არიან რა ერთი მისულიყვნენ და ეთქვათ რა რომ შენ ქართველი არ ახარო რა უკეთეს შემთხვევაში ინვალიდის სავარძელში გადაამთავრებდნენ ცხოვრებას ხელხემალში გადამტროს. ამას სრული გარანტიით გეუბნები და უარეს შემთხვევაში ცოტა შეიძლება უფრო სხვა შედეგის დამდგარიყო. ეთქვათ რა, ეხლა ვიღაც ეს რა ხდება? არა, აქაც სადღაც შეიძლება ვიღაცა ბიჭო ეს სულით ხორცამდე ქართველი იყო, რას ლაპარაკობ ბიჭო. ორი ულამაზესი ვაჟი აღუზარდა და სხვა შორ ძალიან შრომის მოყარე იყო. არ იყო ურიგო მონაცემები, აქ სადღაც ტრავმა არ გაუმართლა რამას შოჩვილი სამჯერ ავიდა კვარცბეგზე ევროპირველობის სამგზის პრიზიორია. სამგზის პრიზიორია, მაგრამ ნუ ეხა ეს ნიჭი და ეხა 89 არ შეიძლება არ თქვა, ნუ 91-ში დაასრულა კარიერა. ესეც აღსანიშნავია, რომ მოქმედი სპორტსმენის კარიერას ასრულებ მოხსენებად მე მთელი რიგი სხვა ისეთ პროცესები იწყება, ხო, სპორტსმენის ორგანიზმში დამოკიდებული, მაგრამ ეს 89-ში ეს შერეული ორთაბრძოლების იაპონიის ლიგის უპირობო ლიდერთან ამ ინოკისთან ხო ეს ორთაბრძოლა ნუ ეს იყო რაღაც საოცრება და რა დროს ხდება მიაქციეთ ყურადღება ეს ხდება 24 აპრილს ორი კვირაა გასული სულ 9 აპრილის შემდეგ და იაპონელებს ამბავი ხო იცი ეს ვითომ არაფერი გიცინია და ხე და უცებ დაუდეს დიპლომატი რა ეშინოდათ ისეთი ყნოს აქვს საოცარი დიპლომატი დაუდეს რომ აი ხო ოთახის რაოდენობა არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ იმდენი არ იყო და ამ დროს შოჩის წაყვა ცხონებული ლევანი ხო ეხა თედიაშვილი ეხა ლევანი სულ გადაირია იმიტომ რომ სამჯერ მე შახი თავაზობდა იმაზე უარი თქვა და ეხა თვითონ შოჩი საკმაოდ თავშეკავებული პიროვნება იყო აუ ლევანი რა კახურად დამოцხრავდა იაპონელებს ხოც არ მოგიდგენია რა ეს რა დიპლომატი ის და ურთულესი ორთაბრძოლა იყო სხვათა შორის 5 რაუნდიანი და აი მეხუთეს დასაწყისში უკვე იცი როგორ იყო აი სასორი ესე აქეთ იქით განაუდა ის 4 რაუნდი
ვერ ვიტყოდი რომ აი თითქოს რომ უცილობელი არა ის ძალიან სერიოზული მებრძოლი იყო ინოკი სხვა შორის და მე ინოკი ძალიან დიდ პატივს ემდა ჩოჩის და სულ აღნიშნავდა იმის კლას გერზეული ტიპი იყო რა თვითონ ეს ინოკი და აი მეხუთეს დასაწყისში ჯერ ერთ ბრუნზე ხო გადააგდო და შერცხვა ბიჭო უკვე ამ ბრუნის შემდეგ წესით შოჩის ბრუნის შემდეგ ვეღარ დგებოდნენ ვერც ეს ედგა მაგრამ აი ეს ფორტხვი დადგა არის ეს კადრები ფორტხვი დგება და კიდე მეორე ბრუნზე უკვე ჩათვალე რომ შეიძლება ადგილზე დაეტოვებინა რა და არაფერი რა ეს დაადგა უყურებდა და არა თითი აღარ გაუნძრევია რა ის უკვე კი არ ფორტხავდა უკვე აი ამის სულს ებრძოდა ისე დღეში აგდო და ისე დამთავრდა რა ვიცი ნუ ეს საოცარი ადამიანი იყო ნუ ხო აღნიშნოთ ხო დაუსრულებლად შეიძლება არა რა თქმა უნდა და აი ის უდიდესი 8 წლი წვლილი რა რაც დაუდო და იმიტოა რომ ფაქტიურად იცი არა მარტო შიდა ქართლის და ქართული ძიუდოს ნუ როგორც კი ძიუდოს ეხები არა აქვს მნიშვნელობა ეპოქას გინდა დღევანდელ ძიუდოს იმაზე აი ჩოჩი რო არ ახსენო ეს იმდენად წარმოუდგენელი და შიდა ქართლში აი ხო ეს საერთოდ ეს შიდა ქართლის არ ვიცი აი რა შეიძლება დავარქვა რა მე მინდა მის შთამომავლობას წარმატება უსურო და დარწმუნებული ვარ რომ არაფერი ეხა ეს შვილიშვილები შემდგომ თაობები წამოვა და ეს გენი კიდე გაახვეწი როგორც ხდება რა შეიძლება ასლეულები მაგრამ მე გენმა მაინც თავისი გაიგვიძოს და თავისი თქვას დიმიტრი შოთა ჩოჩიშვილი 75 წელი დაბადებიდან 13 ივლისს კახიაშვილის ხვალ ხომ ხვალ არის ლეგენდარული ძალოსანი კი ლეგენდარული ხა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამგზის სოფლიო ჩემპიონი 4 გზის ევროპის ჩემპიონი 9 სოფლიო რეკორდის ავტორი ორჯერ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ორჯერ გახდა წლის რჩეული იქ უკვე ელადაზე და აქ საერთაშორისო ძალოსნობის დიდების დარბაზის წევრი კაცი რომელსაც ჯერ მაშინ სპორტსმენის ეპოქაში და ეს ბევრ მარიცის და აი ამაზე ახლა ვისაუბრებ და შემდგომ უკვე ბოლო აწლეული სწორედ აი ლაშა ტალახაძის ეპოქის დასაბამი მიეცა და მოყვა და ნუ ეხა სადამდე აიყვანა ქართული ძალოსნობა და რაც ხდება ყველაფერში არის აი კახის ლომის წილი კი არა ნუ კახის ხელით არის ყველაფერი შექმნილი აი როგორ იცი აი ნამდვილი კლასიკური შიდა ქართელია ნუ აი ეს არ უყარს მაინც და მაინც იუმორი ისე იშვიათად იღებ მაგრამ არის აი კეთილშობილესი ადამიანი თავისი საქმის არანორმალური მცოდნე და ზედგადამკვდარი ადამიანი მე უბრალოდ ეხა რა მინდა გავიხსენო რომ ვანო გრიგოროვის აღზრდილია და აი პირველ ოლიმპიადაზე თავის პირველ სატიტულო ოლიმპიადაზე 92-ში ბარსელონაში დაჯილდოება შეაფერხა რამდენიმე წუთით სანამ კეთილი არ ირებეს მაშინ ეგრეთ წოდებული დსთ-ის გაერთიანებული გუნდის სანამ საქართველოს დროშას არ დაგიდებთ და ქვეყანას სახელწოდებას არ შეცვლით და არ დააწერთ ქვეყანას კახის მოთხოვნა იყო კახის არ რამდენიმე არა დაუკმაყოფილეს უბრალოდ ნუ არა ეხ მომდევნო ორი ოლიმპიადა მოიგო უკვე საბერძნეთ სახელს ხო აი საინტერესოა რა არაფერი გამოხდა ქართული ის დაიწყო ბიჭო წავიდა ის ჯერ რა ხდებოდა ქვეყანაში საერთოდ ძალოსნობა კი არა ბიჭო ის უნიკალური სახეობები აი ზე პოპულარული ეს გადაღებული ფუტბოლი და რამის ყოფნა არ ყოფნის ზღვაზე ვის ახსოვს საერთოდ ძალოსნობა აქ იყო რეალური ორი ფაქტორი აქ შენ არანაირი პირობა არ ქონდა უბრალოდ ბიჭი დაამთავრებდა კარიერას და ბევრმა არ იცის რომ ის ფაქტიურად ესე მამლუქად არ წასულა წავიდა თავის მეორე სამშობლოში იმიტომ რომ ბევრმა არ იცის რომ მისი მშობელი დედა ქალბატონი მარია ლამპარიანი გახდათ ბერძენი ბერძენი და არა მაგრამ ეხა ნახე რა გააკეთა თელი იმ ხნის განმავლობაში სანამ საბერძნეთში იყო რამდენჯერმე აქ ჩვენთან ყოველგვარი ხასუსო მეოხის ბიუჯეტზე და იმაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია რომ ფედერაციას რამე ქონდა ძალოსნობის ფედერაციას რაც კი შეეძლო სპორტული ინვენტარით ეხმარებოდა რომ ეს უნდკა და განვითარებულიყო ამის გარდა რამდენიმე ხარ მინდა მათი გვარები რომ ვიღაც არ გამომჩეს ვინც კი ნიჭიერი ქართველი გამბოჩდა ცოტა მოგრძალებული რაც შეეძლო პირადი დანაზოგები და პირად სტიპენდიებს უნიშნავდა ეხლა რომელ ქართველსაა გაკეთებული ეს იქიდან დასულს აი მითხარი რომ ესმის რასაც და 95 ესე იგი 2000 ხო 95 მეთქი 2000 ესე იგი 6 დაბრუნდა აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა და ამის შემდეგ დაიწყო ძალოსნობის აღორძინება შეიძლება ითქვას კი არა ნუ მარტო ეს მარტო ტალახაძე ხო არ იყო იმის გარდა იყო რაღაც საოცარი მიღწევები და არ ვიცი რა
და სხვათა შორის იგივე ლაშასთან მიმართებაში მინდა ვთქვა რომ აღვნიშნე ცოტა ისეთი კაცია თქვა აი კაცი მომთხოვრი და იმდენად ისეთია ურთიერთობაში თბილი ამავდროულად უარს ვერ ეუბნებოდა ლაშას დაამყარებინა ერთი არაოფიციალური კიდე ერთი არაოფიციალური რეკორდი ეს რეკორდია მსოფლიო სპორტის ისტორიაში არათუ ძალოსნობის ყველა შეჯიბრებაზე გავავდა ჩვენი საქართველოს ეხა ამხელა ის რომ შიდა ქვეყნის შეიძლება ვიღაცა ერთხელ სადღაც ყველა აბსოლუტურად უბრალოდ ბიჭო რაიონის ჩემპიონატი რო ტარდებოდა იქ გაყავდა ანუ რატო იცი რომ აი სტიმული ეს შეენარჩუნებინა იქ პოპულარიზაცია ის გინდა ეხა პირობიდან დუშეთში ტარდება საქართველოს დუშეთი ყველაფერს მნიშვნელობა ეს ხო წარმოგიდგენია ეს უცხო პლანეტელი ეს ბუმბერაზი კაცი მოდის და გამოდის ეხა ამის არ არსებობდა რა ეს ტიტულები და ამის იყო ყოველთვის არის და საქმე და ესე უნარიანად ედგა სათავეში და ხელმძღვანელობს ძალოსნობის პრეზიდენტი იყო ხო? იყო და მოდი ასე მე ლაშა არ მიწყეს ეხლა ლაშა ხო მაგრამ ფაქტიურად ის თავის საქმეს დაურკოლებლად გააგრძელებს ჯერთი იმხელა დამსახურება აქვს რომ ლაშა ვერ იმას ვერ გადაიხდეს მე რა გაგებით ვამბობ რომ უბრალოდ გავუვიდა მოქმედი დებულებით ვადა რომ კიდე აი მიჯრით მესა აი ხო მიჯრით სამი ვადა იკრძალება უკვე ეს ყველა ფედერაცია სხვა შორის ფუტბოლის გარდა ერთადერთი იმიტომ რომ ფუტბოლი ხო სპორტი არ არის ეს შავი ინდუსტრია ეს თითოს აზრია ჩემი აზრია ეს ერთმა ჭუიანმა გაცმა თქვა ეს უფრო ეკონომიკის სფეროს ეკუთვნის ვიდრე სპორტისო ჩვენ ნუ სოფლიოში არა ესია ეხა რაც ხდება ესია თორე არა ეხა არის ამჟამად არის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ძალოსნობის ფედერაციის და იგი ისევ შემართებით და სულ ეხა რა 56 წლის რა კი ვიცი და 56 სულ მგონია რომ კიდე ავა და აწევს ბიტო აი ერთადერთი მაპატი იცი აი ისეთი რაღაცა რიტორიკული შეკითხვასავით მაქვს საერთოდ ეხა მაინც ცოტა ისეთი თემა იცი აი პირე მე ხო ეხა პროფესიონალი ის არა ვარ აი ეს 500 კილო და უბრალოდ აი ლაშას ეს იყო თქვათ აი ხო არ იყო შეცდომა თუ იყო მაინც გამართლებული რომ აი ამას რო შევეჭიდეთ რა აი მართლა რაღაც იუპიტერის და იმის მსგავს აი რა ანუ 500 კილოზე ეს ლაშას ის საუბარი ორ ჭიდის ჯამში მაგრამ ამან გამოიწვია მე რო ეხა ხო ნახე ეს ჩვენი ექიმი ნაგრების გადარეული რო კუნთია მთელი და ის არ დარჩა არა ჯერ ისედაც ეხა ძალოსნობა არ მაგრამ აი ამან ხო არ გამოიწვია უბრალოდ აი ეს კითხვა დარჩა რა მარადიულ კითხვად რა იმიტომ რომ ერთის მხრივ იმიტომ რომ სხვა მხრივ რომარა ტრამვები წარმოუდგენელია რომ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე ლაშას რაიმე პრობლემაში რომ არის თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ კახი უდიდესი აი მთელი ამ 35 წლის მანძილზე ქართული სპორტისთვის, საქართველოსთვის, ქვეყნისთვის ფასდაუდებელი სამსახური გაწია რა. და ეს იმ კატეგორიაზე რატო წავი? არა, რო არ წასულიყო უბრალოდ მე ხო არ მინდა სხვა იმაზე გადავიდე. ძალიან ბევრი უნიჭიერი სპორტსმენი დაიკარგა უამრავ სახეობაში. ამას რატომღაც ის ხალხი აღარ იხსენებს დღეს, ის ხალხი რო დაიკარგა. იმას ესახსნიან ბიჭო 90-იანი იყო ხო იცია და ის 90-იანი იყო და ის რო არ ქონდა შტანგა რო არ ქონდა კაც დარბაზი არ არის და ის რო არ ქონდა ფიცარნაგი საერთოდ რაზეც უნდა დაედო და ის გირი რო არ ქონდა რა შეემატებინა იმიტომ წავიდა კაც თორე სხვა არაფერი არ ჯიდო მთელი ცხოვრება მაშინ დარჩებოდა საბერძნეთში თორე შეგონია რა ბერძნები შეელიან და ბერძნებს რა უნდათ ეხა ის რო საქართველოში ბრუნდებოდა თვითო ძირდოდან და ძალოსნობიდან ამასობაში და ფეხბურთზე გადავიდეთ შენთვის არ იყოს ნამდვილად არ იყოს ვარშეკი ჯანუკოვია როგორც შენი ძახი ხოლმე ბოდიში სლენგისთვის სასწაული ადამიანი და 2 წლის წინ გარდაიცვალა ხო ბიჭო ხომ ძიმე რა ეს კუჩქოსა ჯირკულის სიმსივნე კონდა და ბოლომდე იბძოლა არ ვიცი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი და ულამაზესი ფეხბურთელი ნუ იტალიელებს შორის ხო საერთოდ რა ისეთი მომენტი იყო რა აი როგორ თქვა რა ჯერ თვითონ მე ვიცი რომ იტალიაში არ დაგზავნეს ხო? არა, ნუ ამ ხო იმიტომ რომ მეუღლე ყავდა ინგლისელი და აქაც სხვათა შორის არ ვიცი ამიტომ უბრალოდ იქ რა თქმა უნდა მეუღლის ფაქტორი წყვეტდა, მაგრამ იქ მე მაინც ველოდი რომ გენუა დადგებოდა ფეხზე და აქ ქართული იტალიური ვარიანტი წავიდა სხვა შორის 4 თვითონ კრემონელი იყო, ნუ ის კრემონეზე არასოდეს არ ყოფილა დიდი გუნდი, მაგრამ კრემონეზე ნუ აღმერთებს და ის, მაგრამ ის კრემონეზეს არ ქონდა პრობლემა რომ ის
კარიერას დიდ გუნდში გააგრძელებდა, მაგრამ აი სამდორია და რო იუვენტუსში გადავიდა, გენუელების შემოწყრე. იმიტომ რომ სამდორიაში შექმნა საოცარი რაღაც. აი მაშინ ესე ვიტყვი, სამდორია, რომელიც არაფერი 89-ში ამან თამაშებს უყურებდი, მაშინ იყო სატელიტი ქონდა უკვე და ეს ამის და მანჩინის დუეტი, სკაუსი, სპორტული შედეგით, აი სანახავ სპექტაკლებს. ეს იყო რაღაც საოცარი, თან როგორ წარმოგიდგენი, ეს არ არის, რომ მასა ამხედა მკვრივის და ეს ისეთი მოძრაობები, ისეთ, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი და ეს უკუდარტყმები რა ეს. ბაკრატელებს რო უთხოვდა, ეს ამხედა მასა რო ჰაერში იწევა და რომ ეშინია, რომ რამე არ დაემართო და ამხედა მას. ყველაფერი ქონდა რა. და მე იყო უკეთესობილესი ტიპი და ამ თავისმა ბუნებამ დაღუპა და რა ეს საკი ბიჭო ეს არასახს ეს იტალიის ნაკრები ჯერ ესეც იმ კატეგორიაში მოხდა რომ რატომღაც იტალიის ნაკრები ისე არავინ არ წყალობდა რატომ ბიჭო ბაჯო მანჩინი ვიალის გარეშე ჩაიარა ფაქტიურად იტალიის ვერ გაიგება კაზირაგები და ისხავდა რავანელი რა ვიცი მე და რა ნუ ეხა რა შედეგის დაიკავეს კი მიუხედავად ეხა ისინიც მე არ ვამბობ მაგრამ ამა დონეზე ბიჭო ფაქტიურად ის საკი სუხუმარა იყო ხუმრობდა რაღაცას და საკის რაღაცა ყველის ნაცვლად რაღაც ბურგერში რაღაც ჩაუდო იქიდან გადაეკიდა ბიჭო კი ქართულ ვარიანტში აი დაიბოგმა არ უთხრა არაფერი და იმისი არ იყოს რა აი ჩელე რატო ვერ მოხდაო ხო თასების სასპინალშიო აი ეგეთ პონჩი წავიდა ისო ბიტო ვიალი სახსენოსო ვიალი მანჩინიზე ხო და რა მოხდა ეხა აი 99-ში ორი ეს ლომბარდიული გრანდის ზეობის პერიოდია რა მილანი ინტერი აუ მეგა ვარსკვლავით გაზეცგილის კერა წყლის მიმწოდებელი ზგონი ვარსკვლავი იყო თამა და აი გახდა ჩემპიონი სამდორია იქ ვერ გააჩერეს და ყველაზე დიდი ტრაგედია იყო 92 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი უემბლიზე სამდორია ბარსელონა აი ის ჩემპიონი რო გახდა ბარსელონასთან ფინალში გავიდა პირადად ქონდა მინიმუმ 4 საგოლე მომენტი. აი რაც ხოვრებაში არ გაუფუჭებია, მაინც და მაინც არ გააფუჭა. და მივიდა დამატებით რომდე, სადაც იმან რიჟამ კუმანმა გაუტანა, საი რამისი ჰოლანდიიდან გაუტანა იმას რა ზენგას, ნუ ჯარიმა გაუტანა იზუს და მაგით, თორე აი ეს მოსაგები ფინალი იყო. მე ამას აი იმიტომ რომ მარტო გეუბნები 4 მომენტი პირადად ქონდა, თორე ამის გარდა კიდე შექმნეს რა. კიდე შექმნეს, თორე ისე რა არ ვიცი რა, რაღაც აუცილებლობა იყო, ნუ ეხა ძალიან დიდი იყო რა, ძალიან დიდი იყო, ნუ სულ 7 წელი იყო ნაკრებში, აი მეტი არა. კარიერის მანძილზე, ნუ ეხა მე ხო, ნუ ის აღარ მithავს რომ იუვენტუსიდან მე ჩელსი. ესე იგი 2 სკუდეტო მოიგო, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თასების თასი ორჯერ შემართა, უეფას თასი მოიგო და მე გითხრა, აი ეს აქვთ, იცი იტალიელებს ეს ის რომ ის მაგაცობა არ იკარგება. მანჩინი რო იტალიის ნაკრების თავის მსმელი გახდა, მთელი სტაფი შეკრებაც მაგაცებისგან და მარჯვენა ხელად ესხავდა ნაკრების ტექნიკური დირექტორი და აი იმ კადრებს იცი რა არის ესე ძალიან დიდ ტკივილი გადაცვალებამდე ბოლომდე გადაცვალებამდე რა თქმა უნდა აი ეს 2020 ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისთან პენალტების სერიაზე ოპერატორს პენალტი შესრულებამდე იტალიელებისგან ქონდა კამერა სულ ვიალისკენ მიფრობილი და რატო ყველა დარტყმის სინტრი რაღაცას ბურდღუნებდა როგორც მოედაზე, იმიტომ რომ სულ ბურდღუნებდა. ამის ხუბი არ მახსოვს. მაგრამ ისეთი იყო, იხრინებოდა, იყეფებოდა, ოღონდ კაიტი. ხო, ესეთი ტრიალდებოდა ზურგით. ზურგით ყველა პენალტის შესრულებაზე რა, ნუ აი ეს განუყრელიც მაგაცები ესმა და რაც მოედაზე ისე ცხოვრებაში, ნუ არ ვიცი რა. სხვა შორის მე კრემონაში გლოვა გამოაცხადეს ეს თავის მშობლიურ ქალაქში. ჩელსი ბაიერნის ლეგენდების მატჩი გაიმართა საგანგებოდ, რომელიც სტემფორდზე შედგა ლონდონში და ვიალის ხსოვნას მიეძღვა. ბიჭო, არა და 64-იანი, 61 წლის გახდებოდა, მეტი კი არა. 60 ის კი არა, შეიძლება 1-5 წლის წინ კიდე შეეძლო მოედანზე გენახა რა, იმდენად დიდი იყო რა. ჯანლუკა და ზიდანი. ზიდანი. ეს ლეგენდა ხო? ფრანგი არაბი გენიოსი. ფრანკ ისე არა ისე აფრიკული ქვეყანა მოდი ესე ვთქვა აი ეხლა დავკონკრეტდე ჩენ ნებარ ეხლა ნახე რა კაი რაღაც არის აფრიკული ქვეყნის არაბული ქვეყნის არაბული წარმომავლობის ფრანგი
და პლუს ჩვენ მეზობლებს აქვს სერიოზული პრეტენზია რომ თავი წინაპარი იყავდათ იმას ეს თვითონ ხურომით იყო არა არა კაცო მე აგერ ამას მე ვიტყვი ვიღაცამ რო არ დამწარმოს ეხა რაღაცა წილი ხო შენ კარგად გახსოვს ჩვენს მეზობლებს ძალიან ძლიერი გუნდი ყავდათ ერთ-ერთი გამორჩეული იყო მაშინ კავეში წლები არ მახსოვს და ამათი ლიდერი იყო გარიგა მარტიროსიანი მაგარი მოღადავით და აი თვითონ მე გარიგა მარტიროსიანის ისა მონათხრობს მოყვები ვიღაცამ რო არ თქვას რომ საიდანაც მოიტანა არ ვიცი ნუ ზიდანი საოცრად დაბადებიდან 53 წელი ნუ ორი ფრანგული კლუბის შემდეგ ნუ დაიწყო მერე ეს იუვენტუსი რეალის ეპოქა რაღაც საოცარი ეპოქა არ ვიცი რასაც ეს აკეთებდა და მოედანზე ქმნიდა წარმოუდგენელია რა ყველაფერი აბსოლუტურად მოდი არ მინდა ამ ტიტულების ჩამოთვლა ვიტყვი ყველაზე მთავარს რა რომ ევროპის ჩემპიონი ხო გახდა მაგრამ ის მსოფლიო ჩემპიონი როგორ გახდა ეგ არის ყველაზე დიდი საოცრება ჩვენ ჩემი თაობის ცოტა მაბატი არც თუ ადეკვატურ სპორტულ სამყაროში ყოფს საზოგადოებას რატო იცი დღემდე გონიათ ოფიციალურად რომ მაშინ ესე იგი ისა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფინალი იყიდა ბრაზილიასთან ამას ეხა ქართველის გარდა ვერსად ვერ ხო წარმოგიდგენია ნუ მაგრამ ბიჭო რა ბრაზილიას მოუგო სომხებით ალენ ბოგოსიანი ორი ჯორკაევ ორი სომხი ხავს გვერდიდან რა ბრაზილიას მოუგო მოდი აი ვიტყვი მარტო ნახევარ ბრაზილიას ვიტყვი რა კაფ რიკარდო კარლოსი, დუნგა, რივალდო, რონალდო და ბებეტო. არა, ეს არის და ეს ბოგოსიანი და ჯორგაევი რა. ერთი ისეთი რა, ევროპული ტიპის არის ბოგოსიანი, ესე გადაწევით მე ბრეოლინი რაღაც მატჩის შემდეგ ეს პერსტენი ხელზე რაღაც ის ევროპული და ჯორგაევი როგორ არის ჩემ ბავშვობაში ისა რა ავლაბრის ბიჟაზე რო კრიალოსანი თიდგნენ, იქ რო ჩაგესვა ის გეგონებოდა ისეთ პონტი. რა და აი ამათით მოუგო ბიჭო სასაუბრ და ეხა ის მოყვე დიდი ზეიმი მოუწყეს ამად რა თქმა უნდა იმ ჟამიდელმა სომხეთის ხელისუფლებმა მან ყველაფერი ეს ბოგოსიანი ჩამოვიდა რაღაც და იქ საზეიმო ვითარებაში ერთ-ერთმა იმ ჟამიდელი ხელისუფლების უმაღლესი პირი გამოაცხადა რომ ბოგოსიანს და ჯორკაევს ესე იგი ენიჭებათ აი 100,000 რაღაც სიკეთესთან ერთად სომხეთის მოქალაქეობა აბდემ და ეს მასა ყვირის ზინედიანის ბიჭო ზინედიანის და მე თურმე არა თელი წინა საღამო ამას უხსნიდეს უბრალოდ წინათღეს ჩამოიტელი ბიჭო შენი წინაპარი სანამ არაბეთში გადმოდა აქედან არის შენ ზინედიანი ეს გარიკას ნათქვამს იძახი ხო გარიკას ზინედიანი ხარო თელი რამდენად დაიჯერა ზიზობე გარვიცი ნამდვილად მაგრამ იჯდა კაცი და usmenda რა არაფერი და შეიძლება არის რა ბიჭო აი ხა კითხე რა ეხა რა ბიჭო შეიძლება არ როგორ გითხრა რა ისე თუ ნახე სადმე ზისო კითხე რა ზმურად ზინედიანი ხო არა ხარ თქვა რა არა ნუ რაღაც საოცრებები შექმნა ნუ ის ეგრეთში ხო სასაუბრებია ერთი საოცარი რაღაც მინდა აღვნიშნო რა ეს არის თანამედროვე ფეხბურთში და მე უკვე სოფლიო ფეხბურთში მე შევიდა რა ამის პრესტომატი არის ისეთი ზიდანის ფინტი ქვია, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული მარსელის სასაუბრია, კი. მაგრამ რა არის ის სწორად გამიგე. ეხა ბოლო პერიოდში, ნუ რამდენიმე ადამიანის ბოლო პერიოდში ნუ საერთოდ კითხე, ბიჭო, იმას დავიდის ბიჭ ლევანს, ყიფია. ჩვენ მინისტრი რო. აი გაცილებით ადრეა ეგ გაკეთებული და არ ვიცი, ხო და ერთხელ და თავის მამას გაუტანა გოლი, დინამოს გაუტანა გოლი შევარდა, შტაბიჭო ბოლოს. აი ზუსტად ეგაა გაკეთებული. ეხა დაემთხვა გამოვიდა მე არ გეუბნები რომ არც მანამდე მინახავს ლევანისგან ეგ და არც მაგის მე მაგრამ აი ეგაა ერთ-ერთი გაკეთებული გაცილებით ადრე სანამ ზიდანი დაიწყებდა ამის კეთებას კი არა საერთოდ ზიდანის სახელს გაიხსენებდა ვინმე რა ვიცი ყველაფერი მე როგორც პიროვნება ტიპაში ეს არ შეიძლება არ აღინიშნოს ესე იგი სამსვლელო კარიერაც ეხა რეალში სასწავლი ტიტულები და ის მოიგო ეხა ბოლო 4 წელია ჩემპიონთა ლიგას სამჯერ ნუ როგორი მომენტია ამის გარდა თავის დროზე ხო იყო 2001-2009 წლებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი განსაკუთრებით რამხიბლავს ამ ადამიანში იცი რა არის აი ყველა ისეთი მოგრძალებული არ უყვარს ამ ეროვნებზე ყურადღების გამოხილება მაგრამ თავის აი თვისტომის სისხლით არაბების მიმართ არასოდეს არ თავის ქველმოქმედების უდიდეს ნაწილს აი უმეტესად არაბი და ასევე ფრანგი ბავშვების ოღონდ ფრანგი ამ შემთხვევაში უკვე იქიდან წამოსული თქვა აი არაბული ქვეყნებიდან წამოსული ბავშვების
აი მათ ზრუნვაზე სიღარიბის, შიმშილობის, აი მსგავსი აქციები ძალიან დიდი. საქმე ხო, ოღონდ აი ძალიან და სადად რა მაგისგან ხმას უბრალოდ მე მიყვის რომ არა, ნუ ამდენი ხანია უქმად, მაგრამ უქმად იმიტომ კი არის რომ არავინმე არ ეჭობს, თვითონ არ სურს რა. ზოდა ისეთი. მეუღლე არის, ანდალუზიელი ყავს მეუღლე, ვერონიკა ფერნანდესი. 4 ვაჟი, 4-ვე ფეხბურთელი გამოვიდა, მაგრამ ნუ აქ გენმა დაიძინა. ვერც ერთმა ვერ იტყვის. არა, ნუ ეს პირველი უფროსი შედარებით უფრო მომდევნო ძმებთან, მაგრამ არა, ნუ ეს სერიოზულად იქამდე, ნუ არა, ეს თვითო ჩვენს მსმენელს აუცილებლად გაუჩნდება, ანუ ამოუტიტირდება მეხსიერებაში 2006 წელი ზიდანის და მატერაცის კონფლიქტი ეს რაღაც არ ვიცი, არა, ხო და იცი რა, დღემდე მე რამ მიკალავს გულს, იცი, რომ ეს ფორმირებული ნაძირალა მატერაცი, იმიტომ კი არა ხეთ. იგივე აზრზია, ისევ იმას აწვევა. არა, იტალიელია, ბიჭო, ეს იტალიელებს აქ ისე რა შუალედი არ აქვს როგორ ჩვენ. ან ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. არ რაღაც. ამას იგივე და მე საზოგადოება ისე რა. ბიჭო, ეხა მე ხო ეთერში და ვერ ზინიკოსთან ეს ეთერში ვერ გამემეორებ, მე რაც გაშიფრეს, თვითონ ვერ ათქმევინეს. მე მაინც თქვა ზოგადად, ოღონდ მისი ოჯახის წევრები შეურაცხყოფა. შვენიერისკი არა იმა და ის შეურაცხო ყველაზე ამაზენი ეს ფორმი. არა, ეგ მიცი რა, ეგ რომ მოეთმინა, ხო? მაშინ კაცი არ იქნებოდა, ბიჭო, ეს ხო დაემარხა იქ ეს ხო ფეხბურთელი არის. ეს არა, ნუ ხო და ისი აი ეს ხო გააგდეს. მაგრამ დამატებითი დრო იყო და მე პელებამდე მივიდა და ეხა ჯერდი ზიდანმა ამის გამო წააგო, ვერ იყო იქ პენალტების სერიამდე მივიდა, ამით არაფერი. ნუ ეხა რა, ეს 10 წუთი რჩებოდა დამატებითი დროის დამთავრებამდე, ეხა იმ არგენტინელ საჭად ვერაფერს ვერ ეთქვი, ეხა რა იცი, ეხა არგენტინელმა საჭმა ეხა რა უთხრა მატერაცი, ხო, ნუ არაფერი. აი გამახსენეთ აი ჯერ ეს იყო ჯენტილე მაშინ მარადონას რომ მოკალავდა მოედანზე და თან რომ მასხრად იგდებოდა რომ ბიჭუნიო ეს შენ ის არისო რა საცეკვაო მოედანი არ გეგონდოსო და კალავდა ყველა ისე იგი უხეშ აქციების შემდეგ ამას ეძახოდა 80-ში და 2006-ში ეს მატერიალის აქციები ბიჭო ეს ხალხი არ არის რა ბიჭო სამწვრთნელო კარიერაზეც რო თქვა რეალი ხო თქვი ბიჭო სასაულები ნუ რეალში ეპოქა შექმნა ნუ აი ალბათ ის შექმნა და შო რა და იგავსო წინა გადაცემაში რო თქვი ეხ შეგნებულად არ ვამ დი სტეფანოზე რომ იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბლანკოს რეალს ძალიან დიდი აუდიტორია ყავს საქართველოში კომაგის და ეხლა ცელსენავთი რო არ დაუს ხო აი ხო უყურეს ეხლა ხო ჩუამენებს და რუდიგერებს ხო უყურებს ეგ ხო რეალი არ არის და ამიტომ არ მინდა რა რომ აი გენიოსებს შევეხო რა და ამიტომ მე ერთი რამ ვიცი რომ ზიდანი იმ გუნდში არ მივიდოდა სადაც ჩუამენი და ისა რუდიგერი და ისა ვინისიუსი რამის ღმერთად ყავდათ და რას გავდა რეალი ზუსტად ერთი კვირის წინ ნახე ხო ერთი კვირის წინ მე მგონი კარგად ნახე და მარტო მე არ მინახე არა მარტოში არა ნუ ეხა შენ მოგმართავ თორე ახალ საზოგადოება ბიტო უდიდესი ლიტველი უბრალოდ კალათბურთელი კი შარუნას მარჩილიონის ეს მე მახსოვს მისი 61 წელი სასაული 64-იანია 64-იანი აქ არ შეიძლება არ აღნიშნო ერთი საინტერესო რამ რომ ჩემთვის პირადად როცა ვიკითხე რატო ხდებაო ნუ გაგანია საბჭოური ეპოქა წარმოგიდგენია და მაშინდე იმხანად ლიტვაში ხო ნუ ლიტვა მერე გახდა ამიტომ ახლა თქვენ ნებართვით ვიხმარ ლიტვას ხო ნუ დედაქალაქია ვილნიუსი და კაუნასი მეორე ქალაქი დავისი და მნიშნოთ მაშინ ეს ჟალგირისი კაუნასის ჟალგირისი ჟალგირისთან და არის და დედაქალაქს ვილნიუსს ხავს გუნდის სტატიბა და არის ქართული ვარიანტი ვინც კი სტატიბაში ნორმალური გამოჩნდა გადაყავ ჟალგირიში და ეს დარჩა სტატიბაში ხო და მანამდე დარჩა კიდევ ერთი ლეგენდა ძალიან დიდი იონა კაზლაუსკას იმან მიაღწია პოდიუმს და ბრინჯაოს მედალის სტატიბას და ეს რა ხვეწნა მუდარა არაფერი არ ჭრის არაფერი არ ჭრის და მე ხა მინდა რომ კომაქს ესე იგი ბერს ვის არ ვნახავთ ეხა თაობები იცვლება სულ არის 1.96 სანტიმეტრის სიმაღლე მინიმუმ 4 პოზიციაზე თამაშობდა ცენტრის გარდა რა მძიმე ფორვარდი ჩათვლითაც კი ამპლუით ოღონდ მძიმე ფორვარდი ისე კი არ დადგებოდა მე პირველად აი როგორც ხონებულ ვიტალიზე რო თქვეს მაშინ რომ შეხედეს ევროპა ეს 21 საუკუნის ფეხბურთი ეს იყო 21 საუკუნის კალათბურთელი ეს ავითარებდა ტექნიკით ეხა ტექნიკა მაშინა არავის არ უკვირდა, მაგრამ სისწრაფით, მოძრაობით, რასაც ეს მოედანზე აკეთებდა. თამაშებელი იყო.
ისე აი მეორე მესამე ნომერი იყო რა, მაგრამ იძულები გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებდა, არავინ არ ყავდა. მარტო თამაშობდა. აი ხა წარმოიდგინე ასეთი რამ, იმდენად დიდი იყო მარჩილიონის მიმართ ინტერესი, რომ თბილისში ერთ-ერთი ტური ხო ტარდება, ტური ერქვა, მაშინ 6 მოწინავე გუნდი საბჭოთა კავშირის ჩამოდის იმ ხანად. 3 თამაშია ერთმანეთის მიყოლებით. ეხლა როგორ წესი ხო ერთი ბილეთი იყიდება 3-ვე თამაშს. თან იცი რა, ერთი თუ შეხვედი, მე ვეღარ გამოხვალ იმით, გამორიცხული დაკარგავ, დარჩები გარეთ. ანუ როგორც ესე იგი, როცა შეხვალ, იქ ბოლომდე უნდა დარჩი. და დიდი ნაწილი მოდიოდა აუდიტორიის თბილისის დინამოს მაჩზე, რომელიც ისყვნებოდა დასკვნითი მაჩი იყო მესამე. სტატიბა თავისი იქიდან გამომდინარე, უმეტესწილად ატარებდა პირველ თამაშს. და აი მარჩილიონის სანახავად მივდიოდი 9 საათის ადრე პირველ მაჩამდე და იქ თუ თავისუფალი ადგილები იყო და ის ხალხი ჩადიოდა, რომ ახლოდან გვენახა პირველ რიგებში დროებით მაშინ, რომ მარჩილიონისი გვენახა ცოცხლად. რაღაც საოცრებ ბარა რა მიგვირს, იცი, გარანორმალურად გაწონასწორებული მოედანზე. მაგრამ ბევრისგან გავიგე რაღაც როგორ გითხრა, არ უყვარდათ. რატო არ უყვარდათ, არ ვიცი. ცოტა ისე უცნაური ტიპი იყო, ნუ ცხოვრების იმას რო გადა, არ უყვარდათ რა. ზოგი იმაზე ფარსებზე რაღაც იმაზე დებდა რაღაც, აი როგი იგივე საბონის და მარჩილიონის შორის მაგალითად და ჟალგი. არ იყო კარგი. არა, აი იცი რა, ახლა სულს ვერ ვიტყვი, ყოველ შემთხვევაში მეგობრული ურთიერთობა არ არის, რაც გაოცებას იწვევს. მაგრამ 95-ში ამან ითამაშა უკვე დამოუკიდებელი ლიტვის ევროპირველობაზე ათენში. არ ვიცი, ეს იყო 31 წლის იყო უკვე. გახდა ჩემპიონატის უძვირფასესი, ანუ საუკეთესო მოთამაშე და ამავდროულად ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. ვერ გააჩერეს. აი, კი არ დაფრინავდა, უკვე მარტო ერთი კაცი ეთამაშობდა მთელი ევროპის. ქონდა ძალიან კარგი 8 წლიანი საNBO კარიერა, ეს იყო Golden State, Seattle, Sacramento, Denver, 4-ჯერ გახდა ლიტვის წლის საუკეთესო სპორტსმენი. არა კალათბურთელი, სპორტსმენი, ანუ მაგ 4-ჯერ თან ფიბას 50 უდიდეს კალათბურთელში დაიმკვიდრა ადგილი და არის ამ დიდების დარბაზის წევრი. 2019 წელს ლიტვის მწვანეთა და გლეხთა პარტიიდან მოხვდა ევროპარლამენტში, მაგრამ მოხვედრისთანავე გაუგებარი ოფიციალური მიზეზის გამო უარი განაცხადა, რომ ამ მანდატს მე ვერ გამოვიყენებ. აი ისა მაშინ რაღაც იყრე, მე უფრო სხვა საქმიანობით უნდა დავკავდეო და კენჭის ყრამდე და მე გავუნათა გონ. აი რაღაც კიდე რა გააკეთა, ძალიან მაგარი სკოლა ქონდა. საბონისის სკოლას ვერ შეედრებოდა, მაგრამ რანგით ითვლებოდა ხარისხით და სიდიდით მეორე სკოლა, ის ვილნიუსში იყო, საბონისის აკადემია დღემდე ფუნქციონირებს. გაურკვეველ ვითარებაში დახურა ეს სკოლა. რა გახდა მიზეზი კაცმა არ იცის. მაგრამ მე კიდე ერთხელ ვამბობ, ჩემმა და წინა თაობმა, ვისაც ჰქონდა ბედნიერება, რომ ცოცხლად აი თბილისში არაერთი თამაში მარჩილიონის გვენახა, აი ტორსი და ის ჰქონდა. აი ეხა ევროპულ კალათბურთში, ევროკე რა, ამერიკულ კალათბურთში რა, რომ 2.5 წამით. ამე შეიძლება დაჭირვებოდა 3.5 წამი, რომ ერთი ფარიდან მეორე ფართან ყოფილიყო. მაშინ ეს არ ხდება. ყველა უდიდეს ტექნიკა ჰქონდათ, მაგრამ ის ისტრაფე არ ჰქონდათ. შარლს მარჩილიონის დიტო, ძალიან დიდი მადლობა. აი გაირბინა დრომ ხო? კი, გაირბინა დრომ და მართლა უამრავ რაღაც სიახლეებს ვიგებთ ხოლმე შენგან და. კიდევ რა თქმა უნდა სპორტი. კი, უიმე ისეთი ხალხი, უიმე. შემდეგ კი კაცო ის ჩვენი თანამემამულეები გვაქვს, ისეთი ხალხი საოცარი ლეგენდები და ეს შემდეგ შაბათს ამოდროულად სეზონი სრულდება, ხო ესეც ვაუწყოთ. ძალიან დიდი მადლობა. და კიდევ ერთხელ მიულოცოთ პეტრე პავლობა დღევანდელი. კი, პეტრე პავლობა. შესასწავლით და შაბათკვირის გატარება. მომავალ შაბათამდე. Şabatamdı.